მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ნახოთ ჩვენ დღეს რა ცვლილებების წინაშე გახართ თქვენ. ანუ რა გელოდებათ საერთოდ რა მოვლენები შეიძლება მოხდეს. ნახოთ. აბა, ცოტა იმიტომ რომ ესეთი დრო არის, ყველაფერი მალე იცვლება. Ну, ცოტა ჩავიხედოთ წინ რა, ანუ შეიძლება გაფრთხილება იყოს რამე ისეთი თქვენთვის, რომ იცოდეთ, რომ აი დაუშვათ ახლა ამას უნდა მივაქციო ყურადღება სიტყვაზე, რამე სიტუაციას. Ну, ნახოთ, რას გვაჩვენებს და რომ რამდენიმე დასთა მოვამზადე და ვნახოთ, აბა. დღეს ეხლა რა ენერგიებში ხართ, ესაც ვნახოთ. რა ენერგიებში ხართ? Ну, აქ რა არის, ეცეთ, ძალიან საინტერესო თემა, რომელიც თქვენ გაწუხებთ, რომელიც გადასაწყვეტი გაქვთ და ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს აქ даже პარტნიორს. და თან პლუს კიდე გასაგებია. ხო ვეკეთყვით. ნახეთ. ვისთვის უფრო კიდე იქნება ეგ სიტუაცია. შეხედეთ, შეიძლება არჩევანის წინ დაგაყენებენ რა. ანუ ან ხართ ახლა ნახეთ არჩევანის წინ. უნდა იმიტომ რომ აქ რაღაცა პერიოდის დასასრული გაქვთ თქვენ. არ გამოვრიცხავ, რომ აქ შეიძლება მეტი იქნება კიდე იმათისეს გაშლა, ვისაც აქვს სხვაობა ასაკში. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რაღაცა გომაჩვენეს. იმიტომ რომ ნახეთ, ეს თემა თქვენ გაწუხებთ, ახლა მოდით ასე ვთქვა, თქვენს პარტნიორს რაც ეხება, ძალიან გაწუხებთ ეგ სიტუაცია, იმიტომ რომ თქვენ ხართ არჩევანის წინ, თქვენ არ აგაქვთ სიმშვიდე, იმიტომ რომ როცა არის ესეთი მომენტი, ხო, როცა შენ თითქოს გრძნობ, რომ რაღაცა ან უნდა დასრულდეს, ან უნდა შეიცვალოს და ეს შენ გაწუხებს, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. შეიძლება თქვენს გვერდით არის პიროვნება, რომლისგან თქვენ აი დაუშვათ, შეიძლება ზოგი даже თუნდაც ელოდებოდა რამე, ნახეთ რამდენიმე ვარიანტი იქნება, ეხლა მოდის ინფორმაცია. შეიძლება თქვენ რამე გადაწყვეტილებას ელოდებით, მაგრამ არ ელოდებოდეთ, მაგრამ არ მიიღეთ არანაირი არ წინადადება სერიოზული, არც არაფერი. და ამიტომ, ეხლა როგორ ხართ, როდემდე გელოდო. კიდე აქ მე არ გამოვრიცხავ კიდე რას, შეიძლება თქვენ მიიღეთ თქვათ გადაწყვეტილება როდესაც რომ მე უნდა ვიყო ან ვიცხოვრო მინდა ამ ადამიანთან, მაგრამ იცით აქ როგორი სიტუაცია მაჩვენებენ, როცა ადამიანი, რომელიც არის თქვენს გვერდით, რაც აი თქვენ ელოდებოდით შეიძლება რომ რაღაცას იზავს რამენაირად თქვათ იზრუნებს თუნდაც თქვენზე, მაგრამ ვერ მიიღეთ თქვენ ის რასაც ელოდებოდით. და ამიტომ არის, ანუ ადამიანი არ მოქმედებს, ადამიანი ახლა უბრალოდ არაფერს არ აკეთებს ისეც, რასაც თქვა თქვენ გინდათ რომ აკეთებდეს რა, თქვენთვის, აი ესე ზოგადი სიტყვებით ახლა ვამბობ, იმიტომ რომ ყველას თავისი სიტუაცია არის და ამიტომ აი ვერ იღებთ იმ ბედნიერებას, გაიგეთ, ვერ იღებთ იმ ყველაფერს, რაც თქვენ გინდოდათ. გაიგეთ, ნახეთ ახლა რამხელა სუცხრიანები, ანუ თქვენი გულის ტკენა არის ეს. ანუ მე მინდოდა რომ დაუშვათ, არც აქ როგორ არის, იცით, შეიძლება თქვენ უფრო აკეთებთ ამ თქვენი პარტნიორისთვის ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ თქვენ იმას ვერ იღებთ, რაც თქვენს გინდოდა, თქვათ, ან გინდათ რომ იყოს, დაუშვათ რომ გააკეთებდეს თქვენი პარტნიორი თქვენთვის და ეს ნამდვილად თქვენთვის არის საწყენი. იმიტომ რომ აქ ახლა даже შეიძლება თუ თქვენ ერთად ცხოვრობთ, ყველანაირად თუ რამე არის საჭირო, თქვათ, იმისთვის რომ ერთად ცხოვრობთ, თქვენ აკეთებთ ამას. გაიგეთ, ანუ დააკვირდეთ კარგად, ახლა სიგნიფიკაცია ცოტა ისეთი არის დღეს. როცა გოგო არის, გოგოზე ვიღებ, არ აღნიშნო პარტნიორი.
როცა თქვა და ეხა მოკლედ და კონკრეტულად რო თქვა, ველოდებოდე ერთს მივიღეს სხვა, იმიტომ რომ აქ ბევრი შეიძლება იყოს დაჟე როგორი წყენა და შეიძლება თქვენ ეხლა ელოდებოდე დიდხანს ამ ადამიანისგან რამეს, აი ეხლა შეიცვლება, აი იქნება და რაღაცა თქვათ, ну, კი შეიძლება დაჟე ეხლა თქვენ პარტნიორი ესეთი ადამიანი მნიშვნელოვანია თქვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ ну, მარტო ოცნებებში არის და არაფერიც არ აქვს სხვა. ანუ ვერ ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია, რომ თქვათ, რამე გააკეთოს, ну, შეიძლება ფული არ აქვს სიტყვაზე, ხო? ანუ და მაგიტომ ისე ვერ აკეთებს საქმეს, იმიტომ არ მონაწილეობს ისე თქვენს ცხოვრებაში, როგორც თქვენ გსურთ. აიგეთ, დიდი ხანი ელოდებით უკვე და აღარ მოგწონთ ეგ სიტუაცია რა. ცოტა ისეთი რთული სიტუაცია შემიძლია გითხრათ რა თქვენთვის, იმიტომ რომ აქ იცით რა არის, თან ვერც აკეთებთ თქვენ აი რაღაც რა გავაკეთო, არ ვიცი რა გავაკეთო, რა გადაწყვეტილება მივიღო. და უკვე თვლით, რომ ეს რაღაც უსამართლობა არის, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, როდემდე მე ხა შენ სულ ჩემგან როგორ უნდა იყოს ყველაფერი, ხო? ანუ ყველაფერზე აქ შეიძლება თქვენ უზრუნოთ, მაგრამ ნუ აქ ადამიანი თუ რამეს იზავს, ნუ ძალიან მცირე რაღაცა არის რა. და უკვე კაი ხანი არის ეს სიტუაცია, მაგრამ უკვე არ მოგწონთ. ხო, ну აქ რაღაცა განულება არის. თქვენ რაღაც იცით როგორ არის, ნუ უკვე ზოგი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს რაღაცა მე მაგას ბლოკები თუ მე ვარ აი რაღაც არ გამონდა რომ ბრაზდებით, გაიგეთ, იმიტომ რომ აქ რა არის, იცით, ძალიან ბევრს შრომობ თქვენ თვითონ, ძალიან ბევრს. და უკვე როგორ ახართ, იცით, უფიქრდებით, რომ მე ეს მინდა, ანუ აქ დაჟე გეუბნებით ზოგს ახლა დაჟე წასვლაც კი უნდა უკვე ურთიერთობიდან, იმიტომ რომ რაღაცა განულება მოხდა თქვენში, გაიგეთ? ამავე დროს ნახეთ რა ძნელია, რომ აქ აქ იცით როგორი სიტუაცია, კი, სიყვარული იყო. გოგობა, აქ შეიძლება ვინმესთან სხვათა შორის უკვე სამყაროში არის მომზადებული ახალი ადამიანი, მაგრამ თქვენ მაგას ვერ ხედავს და არც გინდათ. ჯერჯერობით, ნუ ეს ასეა რა თქმა უნდა, როცა ხარ ურთიერთობაში და რაღაცა, და ეს ცვლილებები კი შეიძლება უკვე მალე მოვიდეს. მაგრამ არ გინდა თქვენ. ნუ ეს არის ნორმალური სიტუაცია, რა თქმა უნდა, როცა ახლა ხარ ურთიერთობაში, ნამდვილად არ გინდა. რომ ნუ აბა ახლა ნორმალური ადამიანი ვიტყოს, რომ იცი რა, კი, ახლა როცა შენ უკვე დაამთავრეს ურთიერთობა, ზოგი შეიძლება კი საჯარო გაშლა დაამთავროთ თქვენ ურთიერთობა და უკვე ელოდებით დაუშვათ სხვა ადამიანს, იმიტომ რომ დაიღალეთ უკვე ამდენი ხანი, როდემდე უნდა გელოდო შენ და როდემდე ეხლა ველოდი შენ გადაწყვეტილებებს რა. ხო და ამიტომ შეიძლება ზოგმა უკვე დაამთავრა და მართლა ელოდება ახალს, მაგრამ ჯერ არ იცით ეს ადამიანი, ეს ახალი ადამიანი ვინ არის. ну, ნახოთ ახლა დაუშვათ თქვენი სიგნიფიკაცია იცანით, ნახოთ, ანუ რა ცვლილებები შეიძლება შემოვიდეს, ხო, რა ცვლილებები შემოდის, რა ვკითხოთ ახლა, აი თითო დასტაზე ახლა თითო კითხვას დავუსვათ დასტას, ხო? დასტებს ჩვენი წიგნი, ხო არის ფსიქოლოგიის წიგნები, ავიღეთ დღეს სხვადასხვა ფსიქოლოგიის წიგნები და ვნახოთ, ხო არის ის პრაქტიკა რო არის, ხო, როცა მოდი გადავშალოთ რომელიმე წიგნში, ხო, და იმ პროცესზე რაც წერია, ის წავიკითხოთ და ეს არის პასუხი. აი ჩვენს მასეს თამაშობთ დღეს, ხო? გადავშალოთ ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნი და გავიგოთ პასუხი. ანუ რა ცვლილებები გელოდებათ სულ მალე. ну ჩვენ რა თქმა უნდა გვახსოვს ხო რომ პოზიტიურად მე ვუყურებ, მე ახლა ნეგატიურად ძალიან რაღაცა იქნება, კი გაგაფრთხილებთ მაგამ. ну აი ტუზი, იქაც ტუზია. კი,
კი, აი აქ თქვენ რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ან მიგაღებინებენ. აქ უკვე სიტუაცია არის, როგორ იცით, როცა ბედი ერება და ნამდვილად დაგაყენებენ, თქვათ, ხო იყო სიგნიფიკაციაში არჩევანის წინ გახართ, მაგრამ გადაწყვეტილებას მიგაღებინებენ, მაგრამ თქვენ გამარჯვებული დარჩებით აქ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ დიდი ცვლილებების შემოდის, დიდი, რომელზეც ვერ გაექცევი, იმიტომ როცა უკვე ტუზი არის, თან ახლა ხმალების ტუზე, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად შემოდის ისეთი, ანუ ეს როგორი მომენტია, იცით, რომ თითქოს აი всё, აი რაღაც სიტუაცია ისეთი, რომ всё, ეხლა მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, აი რა სიტუაცია ისეთი შეიძლება შემოვიდეს აქ. რა. ну, შეხედეთ, ნახეთ. თუ დაუშვათ, ეხლა იმათთვის ეს ინფორმაცია, ვინც იყო დიდი ხანი მარტო. აი და უკვე როგორ იყავით, იცით, რომ შეიძლება ფიქრობდით, რომ ნამდვილად უკვე, ну, ეს დაუშვათ გამოხვედით ამ ტოქსიკური თემიდან, თქვათ იმ სიტუაციიდან და იყავით ერთად, მაგრამ აქ კიდე მაჩვენებენ, რომ რაღაცა, ნახეთ, ახლა ზოგჯერ შეიძლება თქვენ ხართ, იმიტომ რომ აქ ხედავენ, როცა აჩვენებენ ადამიანზე, რომელიც ჯერ აი წყვილი, ხო, ვითომ, ну, ვიღაცა ყავს და გამოდის მერე თქვათ განდეგელი, ხო? ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ ამ წვილში, ხო, დაუშვათ ყავს პარტნიორი, მაგრამ მარტო გრძნობ თავს. გაიგეთ რა ხდება? ეგ ძალიან ხშირი ამბავი არის, ეს იმას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ ну, მყავს პარტნიორი, მაგრამ მაინც მარტო ვარ, შეიძლება მარტო ხარ თქვათ და უკვე გული გტკივთ, რომ ბევრ რამეს აკეთებ თქვენ, შეიძლება ურთიერთობისთვის და ამიტომ, ну, ხა სულ მე როგორ უნდა ვაკეთებდი? ანუ ეს არის რა, რაღაცეთი შეგრძნება, რომ აი სულ მაინც მარტო გრძნობ თავს, ხო ხარ, მაგრამ მარტო გრძნობ თავს. მაგრამ ნუ შეიძლება აქ ხოლმე საჯარო გაშლა, აქ შეიძლება არის ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა ეგ სიტუაცია, რომელიც გვაჩვენეს, იყო მის ცხოვრებაში და იმის მერე არის დიდი ხანია პაუზაში. აი აქ და უკვე შეიძლება ფიქრობდე, რომ ან ვაფშე არ მინდა არანაირი არც ურთიერთობა და არც არაფერი რა, საერთოდ მე დავამთავრე, დავასრულე ეს ყველაფერი რა. და ამ დროს ნახეთ რა ხდება, აქ ჩდება ვიღაცა იმპერატორი. შეხედეთ რა, ანუ აქ უკვე მოდის ვიღაცა ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ ცხოვრებაში. კიდე ნახეთ ახლა, მოდის ინფორმაცია როგორი. თუ ეს ეხება თქვენ საქმიანობას, იმიტომ რომ გვერდხების დედოფალი არის მაინც ესეთი ტიპი, რომელიც აი სულ რაღაცას აკეთებს წინსვლა, და აი დაუშვათ მოპატიეთ, რომ შევეხოთ ჩვენ საქმიანობას, აი აქ თქვენ მიიღათ რაღაცა ძალიან გადამწყვეტი არჩევანი გაქვთ, არჩევანი ხო იყო, მიიღეთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მიიღებთ, ხო, ჩვენ ხომ მომავალზე ვამბობთ. ეხლა ნახეთ, აქ მიდის რაღაც პერიოდი, მოვიდა დრო, რომ თქვენ აი ამ გადაწყვეტილებით თქვენი განკურნება მიდის რა. შეიძლება თქვენ შეხვდეთ, თქვათ, ან მასწავლებელი ვიღაცა გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, ან გზამკვლევი ვიღაცა ადამიანი, რომელიც თქვენ მოგცემთ ან რჩევას, ან დაუშვათ ну, რაღაც თქვათ, ну, რჩევას რა პრინციპში, ხო? და თქვენ ამის მეშვეობით განიკურნებით, გაიგეთ და მერე მოდის, ანუ იმიტომ რომ არის ზოგჯერ საჭირო, რომ თქვათ, ну, დაუშვათ ადამიანს არ იცის, თქვათ, ურთიერთობა მინდა არ მინდა, ხო, დაუშვათ. ანუ შეიძლება შიში აქ ადამიანს იმისი, რომ თქვათ, ახლა აი ნახეთ, ხშირ შემთხვევაში რატო ამბობენ, მე არ მინდა გათხოვება, რატო არ გინდა გათხოვება, ან არ მინდა ვაფშე ურთიერთობა, რატო არ გინდა? იმიტომ რომ შენ არ გინდა ის, რაც გქონდა. და ამიტომ ახლა აქ საჭირო არის, რომ მაგრამ ურთიერთობა კი მინდა, მაგრამ შიშია, გრისის შიში, რომ არ გამეორდეს ის, რაც უკვე მქონდა.
არ შემოვიდეს ეს, გაიგეთ, მაგრამ სინამდვილეში რაღაცა მინდა. ხოდ აი აქ შემიძლია იგითხრათ, რომ რაღაც ძალიან მაგარი ცვლილება იქნება თქვენში. და ეს ვარიანტი და კიდე აქ ნახეთ რა ხდება. შეიძლება რა ის რაზეც თქვენ გულით ტკიოდეთ და თქვათ ფიქრობდით, რომ საქმეზე სიტყვაზე, ხო? აი ეს რომ საქმიანი გოგოა, ახლა რა თქმა უნდა, გვერდხიბის დედოფალი და ამიტომ აქ თქვენ ნამდვილად თქვენს პროფესიონალიზმსაც აჩვენებთ და გექნება ძალიან დიდი წინსვლა. რამდენი ინფორმაცია წამოვიდა აქ. კარგით. მოდით კიდევ ვნახოთ, ეს კარგი რაღაცა იყო, რა ვიცი, მე მგონი გაიგეთ, ვისაც არის საჭირო, ის გაიგებ და რა ინფორმაცია შემოვიდა. კიდევ ვნახოთ, ეხლა ჩვენ ეს დასტე დიდი ხანი არ ამომიღია, აბა ვნახოთ, რაღაც მოითხოვა, გუშინ გამოჩნდა, ემალებოდა ამდენი ხანი და მეთქი ეს რა არის აქ. თუ მე არ მეყვარს ეს რეპლიკები და დამალული მქონდა, ნახოთ, აბა რის თქმა უნდა ამას ახლა, კიდე რა ცვლილება, აბა ისეთი იქნება, განახეთ, აბა. Так. რა არის იცით? აქ თითქოს დღეს რაღაც სულ ვტრიალებთ ჩვენ მამაკაცის ირგვლივ. გოგოებო, ჩემო ლამაზებო, აქ რა არის იცით, ნახეთ, რაღაცა ბლოკი, რომელიც თქვენ თვითონ დააყენეთ. ნახეთ, შეიძლება არის როგორი სიტუაცია, დაუშვათ. თქვენ იცით, აი ახლა აქ ეს ამ სიტუაციას მაინც უბრუნდები, რომელიც იყო აი ის სიგნიფიკაციაში რა. აქ არის როგორი სიტუაცია, როცა დაუშვოთ თქვენ თვითონ არის ზოგჯერ როგორი თემა. აი რატო მე რო გითხარით არჩევანის წინ დაგაყენებენ, ხო? იმიტომ რომ თქვენ ახლა გექნებათ პერიოდი, ეს ცოტა ისეთი აფორიაქების პერიოდი, იმიტომ რომ უნდა მიიღოთ რაღაცა გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ უკვე აღარ გექნებათ ის მომენტი, რომ თქვენ თავი მოიტყუოთ კიდე. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ვართ როგორც აი კიდე ხო კარგად იქნება, აი ყველაფერი შეიცვლება, აი ის შეიცვლება, აი ის იზავს, ასე იზავს და ასე შემდეგ და ამიტომ, ნუ ახლა ყველა ვარიანტში რაღაცას ველოდებით, რა თქმა უნდა, კარგს, და ეს ცუდი არ არის, მაგრამ აქ თითქოს თქვენ რაღაცა პერიოდი მიდის, როცა თქვენ უკვე აღარ მოიტყუებს თავს, რა, გამოდიხართ ამ სიტუაციას, მოერევეთ ამ სიტუაციას რა. კი. Так. Яса интерес. და ის საუბარი რა იქნება, რას იზავს? რას იზავს? ნუ ხო გეუბნებით, მოიცადე მერე. ნუ ნახეთ, აქ როგორი სიტუაცია იცით, აქ ხება, აი რაღაცას შეიძლება ნახეთ, აი აქ ეს მომენტი, ეს ცოტა რაღაცნაირად მე არ მომწონს. იმიტომ რომ შეიძლება თქვენ აბსტრაგირებდით, როგორ არის ქართულად სწორედ,
ამოგივათ ყელში, მოდი ესე გითხრათ, ადამიანის უმოქმედება რა, მართლა. იმიტომ რომ სულ რაღაცა თუ დაუშვათ, აი რაღაცა სიტუაცია ისეთი მოდის, უბრალოდ არ მინდა რომ ახლა გავაზღვიცოთ, რომ მე არ მოყვას ეს ნეგატივზე რომ გადასვლა და ასე შემდეგ რა. და საჯარო გაშლაში მიდუმედეს ახლა და ამიტომ ცოტა ვეძებ ესეთ ვარიანტს, რომ ისი გითხრათ, რომ თქვენ მე იმ არ დაიხვრიოთ რა თავში რომ რაღაც ესეთი და მინდა რომ თქვენ ახლა იყოს ყველაფერი უფრო ზუსტი პასუხები ხო თქვენთვის რომ თქვენ მე არ ენერგიულოთ იმაზე რაზეც თქვენი არ არის ხო იმიტომ რომ საჯარო გაშლაში ძალიან ისე თხილად უნდა იყოს საერთოდ იმიტომ რომ არ არის ახლა ყველა სიტყვა 100%-იანი ეს ინფორმაცია ხო ზოგისთვის მართა როგორც პირადი რეზონირდება ზოგი შეიძლება ისე უსმენს და მე დაიჭერს რამეს და ამიტომ რომ აქ როგორი სიტუაცია იცით როცა თითქოს გამოდის ადამიანი იმ მდგომარეობიდან როცა ამართლებდა ადამიანის უმოქმედებას ნახეთ ანუ იცით თქვენ ძალიან მშვენივრად კარგად რომ თქვათ ადამიანი არაფერს არ აკეთებდა ურთიერთობაში ხო და ეს უსამართლობა არის თქვენთვის და აი თითქოს აქ არის როგორი სიტუაცია ან სიტუაცია ისეთი რომ გამოდიხართ იმ სიტუაციიდან რომელიდან ვერ გამოდიოდით და აქ ექნება საუბარი შეიძლება ვიღაცა ადამიანთან ვინც თქვენ მე აი ასე ვამბობ ენერგიებით ვინც თქვენ გაგიღებთ ანუ გაჩვენებთ რა იმ ბლოკებს რომელიც თქვენში არის და მოგცემს და შემოგთავაზებს დახმარებას ანუ ზოგჯერ ნახეთ ახლა როცა ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში რომ მე ვხდები მაგრამ მაინც ვერ გადაწყვეტილებას ბოლომდე ვერ ვიღებ რაღაცა ნიშნის ხელს მე და ამიტომ არის რაღაც თითქოს აი არ მითხრათ არაფერი ისეთი არ მინდა გავიგო ამ დროს მე ვიცი ისედაც ძალიან კარგად და ამიტომ აქ შეიძლება ან კონსულტაციაზე წახვალთ ან შეიძლება საჯარო გაშლა მოусმინოთ არ ვიცი ნუ რაღაცას იზა კვერთხების დედოფალი ხო თქვი მოისმენთ რაღაცა რჩევას შეიძლება მიიღებთ თქვენ კი და აი ეს რჩევა იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი ანუ ის იმას გაგიხსნიან რაც თქვენთვის იყო დახურული რასაც ვერ ხედავთ შეიძლება თქვენს ანუ მეს გაჩვენებენ სხვანაირად ანუ როგორი განძი ხარ სიტყვაზე ხო ან გახსნიან იმ შენს თქვათ გაჩვენებენ როგორი ხარ მაგარი გოგო ხარ რა აი ეგეთი რაღაცები რომ ზოგჯერ ახლა ასეთ რამეს როცა ვითმენთ ხო კი არის რაღაცისთვის იმისთვის და ასე შემდეგ მაგრამ მიწიერ დონეზე ჩვენი სული კი მოვიდა ჩვენ გვაქვს ორი მხარე კი სულიერი და მიწიერიც მაგრამ სული მოვიდა მიწიერით გზისთვის და აქაც უნდა მოხდეს მისი რეალიზება ხო ამიტომ ჩვენ ახლა ეზოტერიკა და ფსიქოლოგია ერთად როცა მუშაობს მაშინ მაგარია რა მაგრამ ფსიქოლოგიას არავინ არ გადადებს რა ამიტომ რომ ეს ხო ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა და აი აქ შეიძლება თქვენ საუბარი შედგება თქვენი ვიღაც ადამიანთან შეიძლება ხალი იყოს ჭკვიანი ვიღაცა ვინც შენ გაჩვენებს შენ შესაძლებლობებს რა თქმა უნდა ეს სხვათა შორის არ გამიკვირდება რომ მოხდა თქვენი ანუ დაუშვათ აი აქ ნახეთ კიდე თქვენ სიძლიერესაც გაჩვენებენ რაღაცა დღეს რა ვიცი რანაირი ისინი გვაქვს ინფორმაციები ხო მეორე დასწრა და ეს კიდე იმაზე მოვაბარაკება კაი მოდით კიდე ერთიც და კიდე გვასიამოვნით რაღაც გაგვახარეთ ახლა ჩვენ კიდე რამე საინტერესო გითხარით რაც სულილებები კიდე მოდით გითხოთ ახლა უკვე კარიერაზე ან ფინანსებზე რა ეს რაღაც ნახოთ რას გვეტყვიან ახლა თუ კიდე სიყვარულზე წავიდეთ
ნუ აქ შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა მართლაც შეიცვლება კარგად, ძალიან მშვენივრად. ისეთ რა, აქ ვიღაცასთან დაბრუნდება ადამიანი, რომელსაც თქვენ ელოდებოდეთ, თქვათ, ან რომელსაც იცნობთ, კაი ხანი უკვე იცნობთ ამ ადამიანს და აი ეს ადამიანი დაბრუნდება. შეიძლება უკვე ფიქრობდეთ, რომ აღარ დაბრუნდება, აღარაფერიც არ იქნება, მაგრამ აქ ისეთ რვისთვის იქნება ეს ინფორმაცია უფრო იმისთვის, ვინც დიდი ხანი ელოდება ადამიანს. რომ აი არის თქვათ, ნუ დაუშვათ წასული არის საზღვარგარეთ ადამიანი. აი ეს დაუშვათ ხო, თქვათ, ჩამოვა სრულიად მოულოდნელად, ელოდეთ სტუმრებს. ვიღაცა შეიძლება даже შვილებიც დაუბრუნდებიან, თქვათ, სიტყვაზე სადღაც არიან წასულები, ნუ საზღვარგარეთ ალბათ, ან სადღაც სხვაგან არიან რა. დაუბრუნდებათ. კიდე მინდა გითხრათ, თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ მე არ ვმუშაობ არანაირი ჯადოები, არანაირი ისინი და ის რაღაცები, ხო, მაგრამ და არ მომწეროთ არავინ აკეთებ თუ არა რაღაც ეგეთ რამეებს, რა რიტუალები და რაღაცები არ ვაკეთებ. მე ვიცი, ვგრძნობ ენერგიას, მაგრამ არ ვაკეთებ. აი აქ რატო გამამახვილე ყურადღება, თუ ვინმეს გქონდათ ეს სისულელეები გაკეთებული და იცით და ვიღაცებთან იყავით და გითხრეს, რომ გაქვთ, აი აქ მოხსნა არის, всё. მოიხსნება ყველაფერი, იცოდეთ. ეს უბრალოდ ისე გითხარით, თორე მე არ მკითხოთ, მე არ მუშაობ ამ თემებზე. კი, დანახვით დავინახო, მაგრამ არ მუშაობ, არ მჭირდება მე ეგეთი რამეები. მე ტაროს ვიყენებ სხვანაირად, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერს ხედავ. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის სხვანაირი ინსტრუმენტი და არა ახლა ჯადოებზე მოხსნები და გაკეთებები რა. ეგ სისულელები არც თქვენ არ გირჩევთ არავის, მაგრამ აქ მოხსნა არის, всё და სრულდა. აქ არის როგორი მომენტი კიდე. სიმშვიდე მოგივათ, თუ რამეზე იყავით აფორიაქებული, შეიძლება ფიქრობდეთ რა გადაწყვეტილება მივიღო, როგორ ანაირად გადაწყვეტილებას მიიღებ ძალიან მშვენივრად, დამშვიდდებით. წავა თქვენი დარდები ყველა ვარიანტში თქვენი გულიდან და ნამდვილად მოვა სიმშვიდე. კი ბატონო, სიმშვიდე მოვა და წინსვლა მოვა. კი, საქმეშიც აი ვკითხე და მითხრა საგერა, ნახეთ, საქმეშიც ყველაფერი კარგად გექნებათ, ფულიც მოგივათ ძალიანაც ბევრი, სამუშაოც გექნებათ, თუ კიდე გოგოებო და ბიჭებო, ვინც მუშაობს კლიენტებთან, აქ შეიძლება დაბრუნება იყოს. ძველი კლიენტების, იმიტომ რომ თქვენ ეთყობა დაეხმარეთ თავის დროზე ძალიან მაგრად და ამიტომ აქ დაბრუნება კიდე შეიძლება თქვენ დაუშვათ გქონდეთ სანერვიულო, თქვა თუ სამსახურის, ხო, იმიტომ რომ აქვს პენტაკლები და ესეთი ენერგიები რა, უფრო აქ შემიძლია გითხრათ ძალიან გმაყოფილე იქნებით, იმიტომ რომ სიტუაცია რაღაცა ის იცვლება. რომ ყველაფერი ნამდვილად აი ძალიან კარგად გექნებათ. ანუ შეიძლება ბევრი კლიენტებიც მოგივათ, მაგრამ ფულიც გექნებათ, შემოსავალიც გექნებათ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ეხა ნამდვილად შრომელი გოგო, ნამდვილად შრომელი ადამიანი, მოდით ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელმაც იცის, თქვათ, ბევრი რამ და შეუძლია დაეხმაროს სხვებს. და ამიტომ ადამიანებიც თქვენთან ბრუნდებიან, მოდით ასე ვთქვათ, და სამყაროც, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს, რომელიც არის საჭირო, კიდევაც უხდის. კიდე შემიძლია გითხრათ, რომ აი აქ კიდე ერთი მომენტი, არ გამოვრიცხავ. თუ თქვენ რამეს სწავლა გინდოდათ და ფულს თქვათ ვერ შოულოდეთ, აქ ფულსაც იშოვეთ იმისთვის, რომ თქვათ მიიღოთ რაღაცა ისწავლოთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ გესწავლათ.
გაიგეთ? კი, მაი ნახეთ ვიღაცა არის და კმაყოფილი დარჩებით ძალიან რა სხვათა შორის ამით. აი ძალიან კმაყოფილი, კი, აი ამის სწავლით. შეხედეთ? იმიტომ რომ იტყვით რომ აი კიდევ კარგი რომ მე დავდე, თქვათ ახლა ну ეს თქვათ ისოვესპური და სხვათა შორის თუ რამეს ასწავლე და ძალიან იქნებით კმაყოფილი თქვენი მოსწავლეებით. აი როგორც მე შემიძლია გითხრათ რომ უზომოდ ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემი მოსწავლეები ისე მასახელებენ, რომ წარმოიდგინეთ, რომ უკვე ვისაც უკეთებენ ესენი გაშლას, ჩემს ხელმოწერას ხედავენ, რომ უკვე ადამიანები გრძნობენ, რომ ისინი ჩემი მოსწავლეები არიან. წარმოიდგინეთ, რომ даже როცა არეუბნებიან, თქვათ ახლა კლიენტს, რომ თქვათ ჩემი მოსწავლეები არიან, თვითონ კლიენტები გრძნობენ, ეთქვება, ნუ ძალიან მიხარი, რომ თქვენ ვინც ჩემთან ხარ და მიყურებთ ჩემს მოსწავლეებს მიმართავთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი მოსწავლეები მყავს და ვინც უკვე კურსდამთავრებულები მყავს, ნუ ხა დანარჩენი ბიჭები სწავლობენ, კიდე დიდი ჯგუფი გვაქვს ჩვენ, მაგრამ აი უზომოდ ვამაყობ მე პირადად რა. და აი იმიტომ რომ ეს არის სასწაული, აი სასწაული როცა შენ ნამდვილად გასცემ შენს ცოდნას და ისეთი მოსწავლეები გამოდიან, რომ აი გასახელებენ. ნუ ეს ძალიან მაგარი რამეა და აი ზუსტად ეს პირადი დანიშნულებაც რო გეუბნებოდეთ, ეს ხა მაგათ მატრიცაში მაგ მეხუთე ენერგია რესურსზე ეს მასწავლებლობა და მთელი პირადი დანიშნულება, რომ აი მე სულ მასწავლებლობა და არ აქვს მნიშვნელობა, მე ხა სკოლის დირექტორი ვიყავი, რუსულს ვასწავლდი თუ რას ვაკეთებდი, ეხლა უკვე ტაროს ვასწავლი და აი მასწავლებლად რო ხარ დაბადებული, კარგი იქნები ნებისმიერ და მე ვთვლი, რომ კარგი მასწავლებელი ვარ სხვათა შორის. ხოდა ყოველ შემთხვევაში, ნუ ჩემი მოსწავლეების შედეგად შემიძლია თქვა, რომ აი ნამდვილად ეს მასეა რა. აი თქვენს აქ თუ ვინმეს ხა რამეს ასწავლეთ, იცოდეთ, რომ თქვენ სიამაყებთ ნამდვილად თქვენი მოსწავლეები და გასახელებენ ყველა ვარიანტში და კიდე მოგიყვანებენ შეიძლება მოსწავლეებს რა, იმიტომ რომ ნამდვილად აქ კარგი მასწავლებელი ხარ, თქვენც კმაყოფილი ხარ და ის ადამიანები, ვინც თქვენთან სწავლობენ, ისინიც კმაყოფილები არიან. კი, აქ ძალიან კარგი ენერგიები არის, ამიტომ დაიჭირეთ კიდე ყველანაირად მოდის თქვენ ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო სიახლები. მიაქციეთ ამათ ყურადღება, იმიტომ რომ ნუ ნამდვილად რა, ნამდვილად მაგარი რაღაცა გითხრეს ჩვენ დღევანდელმა გაშლამ, მაინც ახლა ყველაფერს დაუკვირდით და სწორი გადაწყვეტილება გააკეთეთ. ამათ დაგიმშვიდობებით, მიყვარხარ ძალიან და მადლობა რომ ჩემთან ხართ, გელოდებით კომენტარებში, როგორც ყოველთვის გამახარეთ და მასიამოვნეთ, იმიტომ რომ მე ვარ თქვენი გზამკვლევი ამ შემთხვევაში, არა, გადმოგეცეთ რა, როგორ დავარქვა, არ ვიცი უკვე ეს გადმომცემი, ხო? როგორ არის სწორი. всё, გაკოცეთ.